როცა პოლიტიკური კრიზისი განსაკუთრებით პოლიტიზირებული მართლმსაჯულების კუთხით სიტუაცია მძიმდებოდა, წინა ხელისუფლების დროსაც ამ სტრატეგიას მიმართავდნენ ხოლმე და ახლაც იგივეს უყურებს. პრინციპში კარგი ამაში ის არის, რომ ალბათ ეს იმას ნიშნავს, რომ იმ კადრებმა, რომელიც სასამართლოდან გამოდიოდა, თავის საქმე გააკეთა და ეგ ისედაც იგრძნობა საზოგადოებაში, რომ ამ პოლიტპატიმრების საქმეების თან დაკავშირებით პროპაგანდამ პრინციპში ალბათ იმ მიზნებს ვერ მიაღწია, რაც უნდოდა, რა განწყობებიც უნდოდა, რომ საზოგადოებაში შექმნილიყო და დიდწილად ალბათ ეს არის მათ შორის იმ კადრების დამსახურება, რომელიც მედიას პროცესებიდან გამოქონდა. აქ იგულისხმება ესეთი რაღაც კომიკური და ერთგვაროვანი ჩვენებები სიტყვასიტყვით, რომელსაც პოლიციელები პროცესზე აძლევენ ხსნა-განმარტების დროს, აქ იგულისხმება რაღაც არათანმიმდევრული ჩვენებები მოწმეების მხრიდან, ნახეთ მზიამაღლობელი საქმეში ექსპერტის განმარტება, რომელიც არ წაადგა პროკურატურის პოზიციას და ყველა ეს სუსტი მტკიცებულება, რომელიც ხელის გულზე მედიამ გამოიტანა ამ საქმეებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ხელს უშლის პროპაგანდას, ამიტომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის ეხლა ასე ჭირდება ქართულ ოცნებას, რომ რაც შეიძლება ნაკლები კადრი გამოვიდეს სასამართლოდან და ამან გაუმარტივოს პროპაგანდას გზა საქმე, ხო, რომ ამ საქმეებთან დაკავშირებით და ამ ადამიანებთან დაკავშირებით აზრი უფრო მარტივად ფორმირდეს. ამიტომ ასეთი კადრები, რაც უფრო მეტია და რაც უფრო მეტად ჩანან თვითონ ბრალდებულები საზოგადოების წინაშე, ხო, მათი სიტყვები, რომლებიც ხანდახან შთამბეჭდავიც არის, ხო, მათი გამოსვლები, მათი წერილები და ჩანს მათი სიმტკიცე, რაც მთავარია და ამ საქმეების სისუსტე ამ სიმტკიცის ფონზე, ეს არის ძალიან დიდი თავის ტკივილი სასამართლოსთვისაც და ქართული ოცნებისთვისაც, ამიტომ მთელი მიზანი, რა თქმა უნდა, ახლა ამ ცვლილებების არის, რომ ეს კადრები არ უნდა ნახოს საზოგადოებამ და უნდა მომწიფდეს რაღაც მომენტში აზრი უკვე ამ პოლიტიკური პატიმრების შესახებ, რაც კარგია, რომ ვერ მოახერხა ეთყობა ქართულმა ოცნებამ აქამდე.